მას კი არ მაქვს დავარცხილი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მიხვდით, ეს არის კიდევ ერთი ვლოგი. როგორც მიხვდით, ისევ ჩემი აბაზანიდან წერ ამ ვიდეოს, რაც უკვე ტრადიცია ხდება, მე მგონი, დილაუთენია გამოღვიძა კურიერმა, ტემოს კურიერმა, რომელმაც ამანათი მომიტანა. ჩავედი, არ მახსოვს, რა ჩავედი, იმიტომ რომ მე ძინა ნახევრად წამოვხდი მეთქი დიახ ეხლავე ანუ დილით არასდროს არ მოსურა ჩემთან ტემოს კურიერი თქვენთან არ ვიცი როგორ არის მაგრამ ჩემთან ესეა და მოკლედ მომიტანა რა ამანათი სადაც იყო ესე იგი iPad-ის ჩასადები პენსილი გამოვწერე იმიტომ რომ აქ ძალიან ძვირს და არ მინდოდა მაგრამ ის მიცემათან მithuetes მე არც ვხატავ არც უბრალოდ გასართობად მინდოდა და ამიტომ გამოვწერე და ხო და ჩამოვიდა ტელეფონის кейსი რომლის დანახევაც ძალიან მეზარება ხო მეტი არაფერი არ გამომიწერია მეორე ამანათს უფრო ველოდები იმიტომ რომ იქ დევს მიკროფონი დიახ ჩვენ იმიტომ რომ როგორც მიხვდით არ ვეშვები YouTube-ს და მინდა რომ კიდევ და კიდევ ჩავწერო ბევრი ვიდეო და რა თქმა უნდა ცოტა მინდა რომ მეტი ხარისხი კონდეს ამიტომ ვნახოთ როგორ იქნება ის მიკროფონი დავტესტოთ მიკროფონის გარეშე სიმხელი აშკარად არ მეშლება მაგრამ მაინც გქონდეს იმიტომ რომ რა თქმა უნდა უკეთესი ხარისხი უკეთესი იქნება. მოკლედ, ამდენი ჭორაობის შემდგომ რას ვაკეთებ დღეს ვაპირებ, რომ დედაინაში გავიდე მეგობრებთან ერთად და ცოტა ვიკატავ, ცოტა თან დღეს შობა. ანუ შობას მივდივარ, რომ ვიკატავ, დიახ. ამიტომ შობის სეშენი გვექნება. გარდა ამისა, მეგობრებო, გუშინ ძალიან მოწყენილი ვიყავი და გადავწყვეტე რომ მეყიდა Dai My Love-ის ბილეთი და რა თქმა უნდა ასეც მოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ პირატულ საიტებზე დევს, ძალიან მინდოდა რომ მენახა კინოში. ამიტომ არ ვუღალატე ჩემს თავს და შევიძინე ბილეთი. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ჩავეცვი ეს ზედა, იმიტომ რომ შიგნიდან ძალიან ცივა ხოლმე. და ასევე ჩემი ჯემპერი ძალიან ხელი არის. იმ დღეს დავამთავრე აგათას კითხვა. ძალიან საინტერესო იყო და სხვათა შორის კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გამომცემი მკვლელი რაც იმას ნიშნავს რომ მე მგონი უბრალოდ იმიტომ ვკითხულობ რომ დავურწმუნდე ჩემს სიმართლეში. ეხლა კი ჩაცმას დავასრულებ და ნენელა გავალ. დიახ. გავედით მეგობრებო. ავასობაში. ეს არის ჩემი ახალი кейსი და ახალი და მისაკრავი. ძალიან საყვარელი ფერებია, ეს მე ძალიან უხდება I guess. Beautiful. ხათქე თაიხმარება სკეიტერს. შინავს everything. მეგობრებო, წამოვედი. ძალიან კაი იყო კატაობა, მაგრამ ამჯერად ერთხელ ძალიან ძლიერად დავეცი. რამაც მოფიქრებინა რომ აღარ მინდოდა კატაობა, არ ვიცი რატომ. მაგრამ ანუ chill session-ი მქონდა, ამიტომ არ დავაძალე თავს. მეთქი თუ გაბრაზდი, it's okay. Story time.
მაგარი მოგიყვეთ ახლა. როგორც იცით, გაჩუქდა ეს რა ქვია დამცავები და ვისთვისაც უნდა წამოვიღო ეს დამცავები სახლში დამრჩა. ყველა სახლიდან გასვლის დროს სახლში რაღაცა რო არ დამრჩეს, არ არის ვარიანტი. აი არ ვიცი. დახმარება მჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ახალი პარკის შესახებ გავიგე ინფორმაცია, რომ თურმე ჯერ არ გახსნილა. ანუ ისანში მეტროსთან ახლოს გააკეთეს პარკი, რომელიც არის საქართველოში სიდიდით ყველაზე დიდი. ხო და ძალიან მიხაროდა და თან ჩემ სახლთან ახლოს იყო. მაგრამ ანუ ჯერ არ გახსნილა, როგორც გავიგე. აი აუცილებლად რო გაიხსნება და წავთ და დავტესტავთ, უეჭველი გადავიღებ. მეგობრებო, როგორც მიხვდით, ეს არის დღე მეორე და დღეს მივდივართ კინოში, რომ ვუყუროთ Die My Love. ძალიან დიდი ხანია კინოში არ ყოფილვარ და ძალიან მომენატრა. ამიტომ ჩემ თავს დავთანხმდი რეიტზე. ტრილერის გამოსვლიდან ძალიან მინდა ამ ფილმის ნახვა. მე კაინდა გადამია რა მეთქი იქნებ სახლში ვუყურო თქო, მაგრამ ცხადია ძალიან მომენატრა კინო. ამიტომ ჩემთან ერთად უნდა გაემზადოთ. აქ გამოჩნდება რასაც ჩავიცვამ. სხვა შორის ძალიან აშკარად გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, ამიტომ ჩემი torturing-ის ნახვა ეს მირჩევნია აქ ჩავსვა ხოლმე ჩემი ტანსაცმელი. That's why I am doing this. ასევე ჩემ თმა გამოიყურება საშინლად, იმიტომ რომ გუშინ დავიბანე და უბრალოდ ჩამოვივარცხნე სავარცხლით და ფენით გავიშვირი და ხვდებით ალბათ შედეგს. ამიტომ ამ თმასაც მინდა რომ რამე მოვუხერხო, იმედი მაქვს მოვუხერხებ. მოკლედ ავედი, გამემზადები და დაგიბრუნდებით. სულ სხვა რამე მქონდა მოფიქრებული და სულ სხვა რამე ჩავიცვი. თმა არ ვიცი როგორ გავიკეთო და საერთოდ გავიკეთო თუ რა, ხელი შევახო თუ არა, მაგას ვფიქრობ. საყურებს გავიკეთებ ამ ორ ცალს. გავიგე რომ 2026 წელს ძალიან მოდაში შემოვა პრინტების არევა ერთმანეთში, რაც ჩემთვის არის რაც ჩემთვის არის კომფორტ ზონიდან გამოსვლა. მე ძალიან მიყვარს ერთმანეთისთვის ფერების, სტრუქტურის შეხამება და ფაქტიურად ხანდახან აი მონოქრომ, აი ფაქტიურად კი არა ხშირად მოწვია მონოქრომ რაღაცები რა. მოლოდინები არის ის, რომ რობერტ პატინსონი იქნება ძალიან hot და ჯენიფერ ლოურენსი უფრო hot. არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ჯენიფერ ლოურენსის ის რო გამოვიდა ფილმი რაღაცა კომედია რო იყო რა. პატარა ბიჭისთვის რო თავი უნდა შეეყვარებინათ, რო 32 წლის არის თუ რაღაცა. მაგ ფილმზე რივიუები დაიწერა ძალიან საშინელი, რომ აი ძალიან დებილობა, ესა ისა ბლა ბლა ბლა, მაგრამ ვუყურე და აი ძალიან ჩვეულებრივი კომედია. ზოგადად კომედიებზე გაცინება ძალიან რთულია დამეთანხმებით, მაგრამ სხვათა შორის ძალიან მომეწონა. Won't be nothing but big old hearts dancing in our eyes. ვუყურე, ცოტა გაბრაზებული ვარ ამ ირანზე, იმიტომ რომ ჩემი სკამი იყო გაფუჭებული. ანუ 1 საათი ვაწვებოდი, რის გამოც გამიფუჭდა ესა რა ქვია საროჭკა, ღილი მოძრა, მე ამ ღილს ვეძებდი. ძალიან დიდი ხანია უბრალოდ ვიპოვე და საზიზღარი სკამში ჩავარ და შეგნით. მოკლედ ეს გადასაწევი სკამები მანდამაინც ჩემი იყო გაფუჭებული და მანდამაინც ეგ დავჯავშნე. მე ეს რა ქვია ჩემს გვერდით შუა ფილმიდან წავიდა გოგო და ბიჭი და
გადავჯექი რა, მეთქი იქნებ ჩემშია პრობლემა თქო რა, იქნებ ჩემი ბრალია, იქნებ მე ვერ დავაჭირე კარგად თუ რაღაცა. მთელი ფილმი ხახო ამას აი ეგეთი ვიყავი რა. ანუ ის ხალხი რო წავიდა ჩემს გვერდით ვინც იჯდა ძალიან ანუ გახარებული ვიყავი, იმიტომ რომ გადავჯექი ნორმალურად უყურე. ხო, მოკლედ ესეთი იყო ჩემი კინოს გამოცდილება. საბოლოო ჯამში ძალიან მომეწონა, ძალიან ვისიამოვნე ჯენიფერ ლოურენსის საოცარი აქტინგით. თუ ვინმეს გინდათ ნახვა და ურჭოფობდით, აუცილებლად წადით და ნახეთ, იმიტომ რომ მართლა ისიამოვნებთ. და ხო, ეს იყო ჩემი 2 დღის ვლოგი. როგორც ხედავთ, თითქმის ისეთი საინტერესო რაღაცები არ ვაკეთე. მაგრამ ნუ რაც იყო, ამიტომ ვისაც მოგეწონათ დამალაიქეთ, გამომიწერეთ. შემდეგ ვიდეომდე. Bye.